მადლობა ღმერთს იმისათვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ მოგვეცა სულიერი და ფიზიკური ძალები, აღგვესრულებინა სამთო ლიტურგია. ზიარებულიყავი ჭეშმარიტად პატიოსანსა, სისხლსა და ხორცსა, უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. მიილია სამი კვირა დიდი და წმინდა მარხვისა და მესამე კვირა დღეს წმინდა ეკლესია გვიწესებს მის წევრებს, ეკლესიის წევრებს ჯვრის თაყვანისცემის კვირას. ამ დროს წმინდა და ყოვლად პატიოსანი ჯვარი გამობრძანდება ტაძრის შუაგულში გალობითა და დიდებით და ჩვენ ყველანი ამ ჯვრის ძირში ვდგევართ, როგორც ოდესღაც ჯვარცმის დროს, მაცხოვრის ჯვარცმის დროს სხვადასხვა ადამიანი იდგა და შეყურებდა მაცხოვრის ჯვარცმას. სხვადასხვა გულით იდგნენ ადამიანები. იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, იყო იოანე ღვთისმეტყველი, იყვნენ მელენსაცხებლე დედები, იყვნენ ადამიანები, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მოწამეობაში, ანუ წამებაში მონაწილეობას. მოკლედ სხვადასხვა ადამიანები, ზოგი დასცინოდა მაცხოვარს, ზოგი აბუჩად იგდებდა, ზოგი შეურაცხყოფდა მას, ზოგი დასცინოდა მას და ასე შემდეგ. აი ჩვენს დღეს მესამე კვირას ყველას ჩვენი ცხოვრება გვაქვს, გულით რაღაც ცხოვრებას ატარებს ადამიანი და დღევანდელ დღეს ვიტყოდი, რომ არის ჯვრის წინაშე დგომის დღე, ანუ ღვთის წინაშე დგომის დღე. და მოდი დღეს შევეცადოთ აი ამ ღვთის წინაშე დგომაზე ვილაპარაკოთ. ჩვენ ყველანი ქრისტიანები მოწოდებული ვართ იმისთვის, რომ ვიყვეთ ანუ მოწაფეები ქრისტესი. დღეს პირველი მამუხლმა სახარებისამ ესა თქვა, ვისაც უნდა გამომყვეს მე, ანუ შემდგომად შემდა მოსვლა, სხვაგან არის ვისაც უნდა მოწაფე ყოფა ჩემი, უარყოს საკუთარი თავი, აღიღოს საკუთარი ჯვარი და შემომიდგეს მე. აი დღეს ვდგევართ ჯვრის ძირში, ღვთის წინაშე და ყველა ჩვენ ცხოვრებას სხვადასხვაგვარად ვაანალიზებთ, სხვადასხვაგვარად ვხედავთ. და დღევანდელ დღეს როგორ უნდა ვიდგეთ ჩვენ ზოგადად და ვის წინაშე ვდგევართ? მოდი ჯერ ესა ვთქვათ. თუნდაც თქვენ უყურებთ დღეს ჯვარცმაზე მაცხოვარს, რომელსაც სისხლები გაზდის. მაცხოვარს, რომელიც თითქოს იმ დროსაც ესე ეგონათ, რომ დამარცხებულია. მაცხოვარს ადამიანს, რომელიც მოკლედ დაცინულია, შეურაცხყოფილი არის. მაგრამ ქრისტიანი ადამიანებისთვის აი ეს ჯვარცმა და აი ეს პიროვნება, ეს არის ღმერთკაცი პიროვნება, რომელმაც ეს ყველაფერი ჩვენთვის დაითმინა და ჩვენ თუნდაც ასეთი ჯვარის წინაშე ვდგევართ, ჩვენ ამისი არ გვცხვენია. არ გვცხვენია კი არა, ჩვენ პირიქით გვიხარია, რომ დავიძახით, რომ ჩვენ ვქადაგებთ ქრისტესა ჯვარცმულსა, ურიათათვის საცდურსა, ხოლო წარმართათვის სისულელეს. ანუ წუთისოფელი ამ ურიეობაში და წარმართობაში წარმოიდგინეთ ქრისტეს გარეშე მყოფი სამყარო, რომელთათვისაც აი ეს ჯვარცმული ქრისტე, აი ესეთად შეურაცხყოფილი ქრისტე არის მათთვის საცდური, ერთათვის საცდურია, რომლებიც ვერ ცნობენ და ვერ ამოიცნობენ მასში ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასს, ანუ განკაცებულ ღმერთს, რომელმაც ადამიანთა ცხონებისათვის შეიმოსა ადამიანური ბუნება, განკურნა ის და მარადიულ სასუფეველში დაამკვიდრა და წარმართებისთვის კი სისულელია, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ღვთაებრივი ადამიანურ შეეხოს, ანუ ღვთაება ის რაც ხელუხლებელია, ის რაც უცვალებელია, ის რაც ყველგან ყოფია, როგორ შეიძლება ის მატერია შეეხოს და როგორ შეიძლება ის ადამიანი გახდეს. აი წუთისოფელი ქრისტეს გარეშე ჯვარცმის გარეთ მდგარი წუთისოფელისთვის ჯვარცმა ქრისტესი არის საცდური და სისულელე, იმიტომ რომ როგორ შეიძლება აი ეს ჯვარცმული ადამიანი, რომელსაც დღეს ჩვენ უყურებთ, ღმერთკაცი ადამიანი, რომელიც ადამიანური ბუნებით, ანუ ჯვარცმულია და ტკივილს განიცდის ჯვარზე, როგორ შეიძლება ეს იყოს ღმერთი. აი საცდური.
აი ჩვენი აღიარება და აბა ჩვენ ყველამ ჩავიხედოთ საკუთარ გულებში, ჩვენც ხომ არა ვართ იმ ურიების მსგავსად, გულის მდგომარეობით, თუმცა ვდგევართ ჯვარცმის ქვეშ, მაგრამ ჩვენც ხო არა ვართ ზუსტად შემთხვევით დავაკვირდეთ საკუთარ თავს, ურიას ხო არ არის რომ საცდურია ჩვენც ვერ ვიგებთ რა არის ეს ჯვარცმა. და ან კიდე ზოგი შეიძლება ფიქრობდეს კიდეც რომ სისულელეა კაცო ეს ყველაფერი. და მე გეტყვით რომ მართლა შეიძლება სისულელე იყოს ადამიანისთვის ეს, ვინც ქრისტესთვის არ მოდის ეკლესიაში, ვინც უბრალოდ საკუთარი ესე რო ვთქვათ ყოველდღიური და ცხოვრებისეული ტკივილების გასაყუჩებლად მოდის, რომელიც ეძებს მე სიმშვიდე მინდა, ბედნიერება მინდა, სიხარული მინდა, ადამიანს ეკითხები ქრისტე გინდა, აი ჯვარცმული ქრისტე გინდა, ასეთი ღმერთი გჭირდება, ასეთ ღმერთთან მიხვალ, იმიტომ რომ შენ თუ ასეთ ღმერთს შეუდგები, შენც იგივე გზას უნდა დაადგე, იმიტომ რომ დღევანდელმა სახარებამ თქვა რომ შენც შენი ჯვარი აიღეო. გინდა ასეთი ქრისტეს წინაშე, ასეთი ჯვარცმასთან დადექი და თქვი, ასეთი ღმერთი გინდა შენ, მასთან პიროვნული ურთიერთობა გინდა, შეხედე ჯვარცმას და თქვი, გიყვარს ის, ვინც დღეს ჯვარცმულია, გიყვარს ისე მინიმუმ ისე მაინც, როგორათაც გიყვარს შვილი, ცოლი, ქმარი, ნათესავი თუ შეყვარებული, ანუ ადამიანზე მეტად გიყვარს ის, ვინც ჯვარცმულია. და თუ კი შენ აღმოაჩენ ადამიანი, რომ შენ ქრისტე არ გიყვარს, თუ კი შენ აღმოაჩენ რომ ეს ჯვარცმული, რომელიც შენ წინ არის, ის შენთვის ღმერთი არ არის, იმიტომ რომ შენ მარტო გინდა მისგან მომდინარე საჩუქრები, ჭალებში საჩუქრები, რომ რაც შეიძლება ქრისტემ მოგანიჭოს და ქრისტესთან ერთად რომ დამშვიდე, წარმატებას მიაღწიო და სხვადასხვა სათხოვრით მოდის ადამიანი, სხვადასხვა ტკივილით, სხვადასხვა განსაცდელით, სხვადასხვა დიაგნოზით, შეიძლება სამწუხარო და ტკივილიანი დიაგნოზით საკუთარი ცხოვრების ამის გასაყუჩებლად მოდის ადამიანი, მაგრამ უფალი რა თქმა უნდა ამას ყველას გვაძლევს, სახარება გვეუბნება ამას რომ კურნავს უფალი ყველა ადამიანს, ანუ უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელია, მაგრამ ერთ შემთხვევაში მხოლოდ, როდესაც შენ იტყვი რომ უფალო მე მიყვარხარ შენ, პირველ რიგში შენ მჭირდები და კიდევ ერთხელ მოვიყვან აი ფილმი, რომელიც ისე იგი პაისი ათონელზე იყო გადაღებული, გაიხსენეთ ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც პატარა ბავშვი, რომელსაც დიაბეტი ჰქონდა და დაბრმავდა, რომ მივიდა პაისი ათონელთან, პაისი ათონელი ეკითხება, შენ რა გინდაო? ჯერ სხვებზე ეუბნება, ჩემი მასწავლებელიო, ეხლაო დიდი ჭირი აქვს, იმიტომ რომ მეუღლე გარდაეცვალაო და ის მოიხსენე თავისას ეს ბავშვი არაფერს არ სთხოვს და როდესაც შეეკითხება პაისი ათონელი, შენთვის რა გინდაო? საოცარი რამეს ეუბნება, თვალი ამიხილეო კი არ ეუბნება. ღმერთს შეევედრე რომ კარგი ბიჭი ვიყვეო. აი რა გვაკლია ჩვენ, აი რა არ გვაქვს ჩვენ, აი რომ ჩვენ ტკივილებზე და ჩვენ განსაცდელებზე ზემოდგომ არ ვიცით, რატომ არ ვიცით, იმიტომ რომ ჩვენ არ გვიყვარს ქრისტე, ჩვენ არ გვიყვარს, ვერ გვიყვარს, არ ვიცით როგორ უნდა შევიყვაროთ, რა არის ის, როდესაც აი ამ ჯვარცმული პიროვნება როგორ შევიყვარო, მამაო, გეკითხება ადამიანი, ეს ვინ არის, როგორ შევიყვარო, არც სახარებას კითხულობს ადამიანი, არც ლოცულობს გულისმიერად, რომ წინაზე გითხარით მე ქრისტე, არ შეიძლება ადამიანმა ისე იგრძნო, ინტელექტუალურად განიცადო მხოლოდ, არამედ ქრისტე გულით შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ. მარტო გონებით ფიქრი კი არ არის, გახსოვთ გულით ფიქრი არის, გულში შეიძლება ხდებოდეს და ჩვენ ეს გულისმიერი მდგომარეობა არ ვიცით, იმიტომ რომ ლაზარეს საფლავის მსგავსად დიდი ლოდი არის მიგორებული ჩვენს გულზე, სადაც აი ეს ქრისტეს სიყვარული, მისი სიყვარული ჩვენდამი და ჩვენი სიყვარული მისდამი არ ხორციელდება, იმიტომ რომ იმ გულში შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ეს სიყვარული განხორციელდეს. ამიტომ დღეს ჩვენ აბა ისე იგი ვთქვათ, ვის წინაშე ვდგევართ? ვინ არის ქრისტე? აი მოდით, რამოდენიმე რაღაცას გეტყვით, ვინ არის ქრისტე, ვის წინაშე ვდგევართ? ეს ჯვარცმული ადამიანი, ღმერთკაცი ადამიანი, ვის წინაშე ვდგევართ და ის არის ჩვენი გამომხსნელი და ის მთელი გულით, სულით მცნება მოგვეცა, რომ შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა, გულითა, სულითა, გონებითა და ძალითა შენითა, რომელიც არ გვიყვარს ჩვენ,
ვინ არის ის და როგორად გვიყურებს ჩვენ, როგორები უნდა ვიდგეთ და ჯვარცმას როგორ უნდა შევუყურებდეთ, აბა ეხლა რასაც ჩამოვთვლი უბრალოდ ასეთად დაიმახსოვრეთ თქვენ ქრისტე. თქვენ ცხოვრებაში ყოველთვის, როდესაც გაგახსენდებათ ლოცვაზე, როდესაც დადგებით და ღვთის წინაშე, როდესაც დადგებით და წარდგებით, გაიხსენეთ ეხლა, რასაც ვიტყვით, რომ ამნაირი ქრისტეს წინაშე ვდგებით, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ დროს, ამ შემთხვევაში ცოცხლდება ადამიანის სარწმუნოება და ადამიანის გული მხოლოდ ამ შემთხვევაში ცოცხლდება. მხოლოდ ამ დროს შეგიძლია მართლა ღმერთთან ურთიერთობა და ხშირად აი გუშინ საუბრობდით ჩვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად ვიყავით, რომ როგორ აი გული მეწვის ხოლმე, მე თუ თქება გული რაღაცნაირად, რომ აი ის მთავარი რაც ქრისტიანობას და მართლმადიდებლობას სიღრმე აქვს, ამას ვერ განვიცდით და რაღაც აი ტანჯვა გვაქვს, ისე იგი ვეძალებით, ვეჭიდავებით საკუთარ თავს, ახსარებასაც ვამბობთ, ვეზიარებით, მაგრამ ეს გული განმსდელი არ არის, იმიტომ რომ ლოდია დიდი მიგორებული მასზე. ამიტომ აბა გადავხსნათ ეს ლოდი და ეს ლოდი რო გადაიხსნათ, ჩვენ ქრისტე უნდა დავინახოთ და როგორია ქრისტე, ვინ არის ეს ჯვარცმული პიროვნება, რომელიც ჯვრიდან გადმოყურებს და რომელიც მიუხედავად ამისა, რომ ჩვენ ადამიანებმა ეს გაუკეთეთ, როგორათაც ის ჯვარცმაზე გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ტურინის სუდარა გვაქვს, სადაც მაცხოვრის, ისე იგი ეს ტანჯვა და წამება არის აღწერილი, აი შევყურებთ მას და ის კიდე იქიდან ჯვრიდან რას გვეუბნება? მიუტევე უფალო, რამე თუ არა იციან, რას ამასაც გპატიობს ხალხო. დღეს ჩვენ ჯვარცმის წინაშე ვდგევარ და ჩვენი გული არ არის მისი სიყვარული თავსილი და ამასაც გპატიობს და გვეუბნება დღეს, რომ ისე იგი მიუტევე უფალო, დღესაც იგივეს ამბობს ქრისტე, დღესაც მეც მიტანს, ყველას ჩვენთაგანს ერთად გვიტანს ჩვენს ურწმუნოებას, ჩვენ მცირედ მორწმუნეობას, ჩვენ შინაგან გაუწონასწორებლობას, ჩვენ ნელთბილობას სარწმუნოებაში, ჩვენ სიძულვილით სავსე გულს, ამ პარტავნებით გაჟღენთილ გონებას, ამას მიუხედავად ყველაფრისა ითმენს, იტანს და დღესაც იგივეს ტკბილი ხმით და თბილი ხმით გვასმენს ჯვარცმიდან და გვეუბნება, რომ მიუტევე უფალო, არ იციან რასა იქმან. და ჩვენ ვსვავთ კითხვას, როდემდე ჩვენთვის უფალი ყოველთვის პატიობს ამას, მაგრამ შეიძლება ადამიანმა ეს სიყვარული და მისი ეს დამოკიდებულება შენდამდე ბოროტად გამოიყენო, შეიძლება ადამიანი ყოველდღე რაღაცას პატიობდეს და შენ ყოველდღე უფრო მეცსა და უარეს სიბოროტეს უკეთებდე ვინმეს, შესაძლებელია, ეს ხო არა ადამიანურია და ღმერთთან მიმართებაშიც ხო იგივეა, ყველა ჩვენი არ გაფრთხილება საკუთარი სულისა და ცოდვისა, ესეც ხო იგივეა. რატომ არ იგივე, რატომ ვერ ვიკავებ თავს ცოდვისაგან, იმიტომ რომ ასე არ ვუყურებთ. ლოცვის დროს ვდგებით ანუ ხატების კუთხეში, არც კი შევყურებთ ხატებს, ისე მივერეკებით ამ ლოცვას არ გავს, საუბარი არ არის ღმერთთან, გულწრფელად ადამიანი არ დგას ღმერთში, იმიტომ რომ ჩვენ რომ მართლა გულწრფელად ლოცულობდეთ, ხალხო, ესეთები ვერ ვიქნებით. იმიტომ რომ იმ ლოცვებში დილა საღამოს ლოცვა თუნდაც, თუ მეცსაც დაამატებ ადამიანი, ისეთ რამეს ვითხოვთ ღმერთის როგორ შეიძლება შენ იმას დაკვირვებით ითხოვდე მართლა, ანუ სთხოვდე ღმერთს, რომ ღმერთო, აი ეს მომეცი და მერე გამოსული ლოცვიდან, ან თუნდაც სამყაროში გამოსული, ესეთი იყვე, როგორიც ხარ. როგორ შეიძლება 20 წელი ერთი და იგივე სთხოვდე ღმერთს, რომ ღმერთო, თამდაბლობა მომეცი, სიყვარული მომეცი, ღმერთო, თავშეკავების უნარი მომეცი და ისე იგი სიძულვილს, ქედმაღლობას ამ პარტავნებას ატარებდე და უფრო მეტად უხეშდებოდეს წლიდან წლამდე და სასტიკდებოდეს შენი გული და შენი გონება უფრო მეტად შორდებოდეს ღმერთს. რატომ ხდება ეს ასე? იცით რატომ ხდება? რატომ არ გვიყვარს ლოცვა? აბა დაუკვირდით, რატომ არ გვინდა ლოცვა? იმიტომ არ გვინდა, იმიტომ გვეზარება, გაიხსენეთ ახსარება რა არის, ძლივს კითხულობ ლოცვას, მეზარება ლოცვა, რატო გეზარება? იმიტომ რომ იქ რასაც ითხოვ და შენ როგორიც ხარ, საერთოდ განსხვავებულია ეს ყველაფერი. შენ ღმერთისაგან ერთს ითხოვ, ქრისტეს წინაშე დგეხარ, მაგრამ იმიტომ ვერ ლოცულობ გულიანად, იმიტომ რომ იმას რო გული დააყოლო მართლა სხვანაირი უნდა იყო. როგორ შეიძლება ეხლა მე მოვიდე თქვენთან, თუნდაც ადამიანთან რამის სათხოვნელად მიხვიდე და უყურადღებოდ ელაპარაკო. ხო მიხვდები, რომ შენ მისგან ვერაფერს ვერ მიიღებ. როდესაც ადამიანისგან რამის სათხოვნელად მიდის, როგორ ვემზადებით?
მაგრამ ღმერთთან რომ მივდივართ, არ ვემზადებით. რატო არ ვემზადებით? იმიტომ რომ იმას, რასაც ვითხოვთ, არ არის. ზიარების წინა ლოცვას ოკითხულოთ, წაიკითხეთ, აბა ერთხელ მაინც უბრალოდ დაკვირვებით წაიკითხეთ, რასაც ითხოვთ სინამდვილეში და ეგეთი გინდათ რომ იყვეთ. არ გვინდა ჩვენ ეგეთი რომ ვიყოთ, არც გვინდა და არც გვეჯავრება კიდეც ეგეთები რომ ვიყოთ. ჩვენი პრობლემა რა არის? ადამიანი ყოველდღიურად ლოცულობს, გუშინ საუბრობდი ზუსტად ამაზე, ადამიანი ლოცულობ, დილას აღამოს ლოცვას კითხულობ, იესოს ლოცვას რამე ახერხებ, კითხულობ, სახარებას კითხულობ, ხანდახან კი ბატონო, ესეთი როგორ ღახარ? მაშინ უყურადღებოთ აკეთებ ამას, უბრალოდ მიერეკები, კანონს ასრულებ, ფარისევლური სულია ადამიანში, იმიტომ რომ როგორ შეიძლება 20-30 წელი ადამიანი ერთი და იგივეს ღმერთს თხოვდე და ისევ ეგეთი რჩებოდე და უარესი. როგორ, რანაირად ხალხო გამაგებინეთ, იმიტომ რომ რაც გითხარით. ჩვენ არ ვდგევართ ღვთის წინაშე სწორად. ჩვენ ამ ჯვარცმის წინაშე ვდგევართ და ღმერთმა დაგვიფაროს და გვაშოროს, ვინანი ვართ, იმ მდგომთაგან, როდესაც მაცხოვრის ჯვარცმა აღესრულებოდა, ჩვენი გონება, ვის გონებას გავს, კაციშვილმა არ იცის. ვიღაცა შეიძლება პილატეა, ვიღაცა შეიძლება იუდას მდგომარეობაშია, თვითონ თავის საქმეს აკეთებს კიდე იქით. ისე იგი რა, ჯვარი წერია ყველას, რაც მან აღასრულა. კაციშვილმა არ იცის ვინები ვარ, ვიღაცას არც კი ახსოვსო, ვინ ქრისტე, რა ქრისტე, თავის საქმეზეა გადართული, მუშაობს, შრომობს, თავის ყოველდღიურ საქმეშია გადართული. ვინა ვართ ბოლო-ბოლო, ღვთის წინაშე ვინა ვარ, დაფიქრდით ხალხო. ამაზე დავფიქრდეთ, დგომა ვისწავლოთ, ღმერთის წინაშე დგომა ვისწავლოთ, რომ დილის ლოცვა თუ საღამოს ლოცვა, ისე იგი, მამაო, ტელევიზიაში მოусმინე ლოცვას, გასაგებია, შეიძლება 1000-ში ერთხელ მაგასაც მოусმინო. სულ გადარბენაზე ვარ, სულ გაქცევაზე ვარ, სულ ყოველდღიურ რაღაცა რითმში ვარ და ღმერთი, ქრისტე გვჩება საერთოდ ცალკე ეს ისე გადის წლებიდან, მთელი ცხოვრება ისე გადის, ღვთის წინაშე დგომას ვერ ვსწავლობთ. და ისმის კითხვა, როდესაც გარდაიცვლები, იქ ხო წარს დგები, იქ ხო დგომა მოგიწევს და იქ ღვთის წინაშე დგომა მოგიწევს და თუ ღვთის წინაშე დგომა არ იცი, იქ რა უნდა აკეთო? არ ფიქრობთ ამაზე? და თუმე ღვთის წინაშე დგომა აქვე არ ვიცი, რა უნდა ვაკეთო იქ? სასუფეველს რო ვთხოვ ღმერთსა, რომ ღმერთო მაცხოვნე და სასუფეველი მომადლე და მეტანიებს ვაკეთებ და ასე შემდეგ, რა უნდა აკეთო შენ იქ, რა გესაქმება, რა იცი ისეთი, რითიც შენ იქ უნდა გააგრძელო ცხოვრება. და იქ არ არის ლოცვა, იქ არ არის კითხვა, იქ წიგნები არ იქნება, იქ სახარება არ იქნება, იქ წიგნები არ იქნება, იქ იქნება მხოლოდ და მხოლოდ სულში აღბეჭდილი მთელი სულიწმინდის მადლის საშუალებით აღბეჭდილი ჩვენში ღმერთის ხატება, ვისთანაც ჩვენ საუბარ შევძლებთ, ქრისტე როგორ მიყვარხარ, ლოცვით ხო ლოცულობ, მაგრამ უფალო მიყვარხარ. ეს სიტყვა უნდა შეეძლოს, ოღონდ არა ისე, როგორათა ჩვენ ერთმანეთს ამ სოციალურმა ქსელებმა გაახევა და მთლიანად ისე იგი მოშალა ადამიანში გრძნობისა და განცდების ისე იგი სიკეთე. ამაშიც კი იტყუები, ადამიანები დღეს ატყუებენ ერთმანეთს ამაშიც და ასე ვატყუებთ, ამ კულტურით შემოვდივართ, შინაგანი კულტურით, ამ გრძნობა და ისე იგი განცდებით დაზიანებულების შემოვდივართ და ჯვარცმის წინაშე ვდგევარ და შეიძლება ლოცვას ვკითხულობდე და ვეუბნებოდე, უფალო, შენი სიყვარული მომანიჭე, მიყვარხარ ძალიან, მაგრამ ეს არის მხოლოდ ლიტონის სიტყვები, რომელსაც არაფერი შინაგანი განცდა არ აქვს. ჩვენ დგევართ ღვთის წინაშე, რომელიც არის, როგორ გითხრათ, წარმოიდგინე ყველაფერს ხედავს. წარმოიდგინეთ, ახლა თავჩაღუნული උდაიდგე ჯვრის წინაშე, იმიტომ რომ ღმერთი ხედავს შენი დაბადებიდან დღევანდელ დღემდე და გარდაცვალებამდე შენს მთელ ცხოვრებას ხედავს, მიხვდით? როგორ იდგებოდით, მაგალითად, როგორ დგეხართ იმ ადამიანის წინაშე, რომელმაც იცის გუშინ, რომ საშინელი საქმე გააკეთე. არ გაურბიხართ, შეხვედრას არ გაურბიხართ, გაურბიხართ ყველა. ვერ ვდგევართ იმის წინაშე, მისი თვალების წინაშე ვერ ვდგევართ, იმიტომ რომ მისი თვალების და მისი ყველაფერი გვამხელს ამ ცოდვაში და ერთადერთი თუ მაინც მითხრესო იმ ადამიანის წინაშე უნდა დავდგე, რას გავაკეთებ, თუ კი სინდისიერი ადამიანი ვარ, თავს ჩავღუნავ და ვიტყვი, მაპატიეთ. შემინდეთ, მაპატიეთ, შემეშალა, ასე დგომაც არ ვიცით. იმიტომ რომ ამას თავმდაბლობა ჭირდება.
ამას ადამიანის შინაგანი ძალა, სულიერი ძალა ჭირდება, რომ ადამიანმა როდესღაც ვინმეს წინაშე თავი დახარო და თქვა, ღმერთო, მაპატიე და შემინდე. და როგორ შეიძლება, ანუ ღვთის წინაშე წარმოიდგინე ყოველდღე თავდახრილ იქნები, თუ კი შენ გაითავისებ იმას, რომ ხატების წინაშე რო დადექი, შენ იმ ღმერთზე ლოცულობ, თუნდაც ჯვარცმული, გასისხლიანებული ღმერთის წინაშე დგეხარ, მაგრამ ეგ ის ღმერთია, რომელმაც დაბადებიდან, შენი დაბადებიდან დღევანდელ დღემდე და გარდაცვალებამდე მთელი შენი სიკეთეც, ტკივილიც, ცოდვაც, ყველაფერი იცის მან. როგორ შეიძლება ასეთი ღმერთის წინაშე იდგე თავჩაღუნული უბრალოდ და თქვა, მადლობა ღმერთო, გული ასეთ მდგომარეობაში უნდა იყოს, მადლობა ღმერთო იმ სიკეთეებისთვის, რაც ჩემ ცხოვრებაში იყო და შემეწიე, რომ ის ყველაფერი, რაც სიმძიმე იყო, გადავიტანო ის, რომ ცხონების გზას არ მოვაგდე. აი თავჩაღუნული ქრისტიანი, მაგრამ ჩვენ სად შეგვიძლია მსგავსი რაღაც? რატომ არ შეგვიძლია? იმიტომ რომ ქრისტეს წინაშე არ ვდგევართ ესე სწორად. ჩვენ არ ვიცნობთ ესეთ ქრისტეს. ჩვენ მივერეკები და ესე იგი ზიარების ლოცვები იქნება თუ ისე აი ლოცვა არ ვიცით, საუბარი არ ვიცით ღმერთთან. თავხედობთ ღმერთთან. თავხედობთ მართლა გეუბნებით, ჩვენ მასთან თავხედობთ. ამიტომ ცოცხალ რწმენას, თუ კი ჩვენ გვინდა რომ გაცოცხლდეს ადამიანში რწმენა, მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება. აი ესე თუ ვისწავლით დგომას ღვთის წინაშე. მოდიხარ ეკლესიაში, კაცო, გადადე ეს თავი რა. რამდენი საათია უბრალოდ, ხო? უერთგულე ღმერთს რა. 2-3 საათი დგეხარ, აი უერთგულე ღმერთს და თქვი, აი უფალო, რავი, ყველაფერს, აი რავი, რაში ეს ჩემი ერთგულება, ხო? აი ესე იგი აქაც უგვეჩქარება, უწასვლა გვინდა, რამდენი ხანია, ის არის, ეს არის, ისე იგი აი ოღონდაც ღმერთის წინაშე დგომა არა, იმიტომ რომ იქ მიგვიხარია, სადაც უფრო ბედნიერად და უკეთესად გძნობ თავს. აი ეს არის სიმართლე. ეს არის მთავარი სიმართლე, რომ ჩვენ იქ უფრო გვიხარია ყოფნა. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ქრისტეს არ ვიცნობთ, არ ვიცით როგორ შეგვიყვარა მან, არ ვიცით ამ ჯვარცმის მნიშვნელობა, არ ვიცნობთ. ჩვენ რო ეს გულით ვიგრძნოთ, ეს ინტელექტუალურად თან არ განიცდება ეს. შეიძლება უბრალოდ წაიკითხო და თქვა რაღაცა რომ აი ვაიმე თურმე რა ყოფილა და რა გაუკეთებია, მაგრამ ის რო იგრძნო რომ იმან შენთვისაც გააკეთა ეს და არა 2000 წლის უკან მოხდა ეს, არამედ იმან რომ 2000 წლის უკან დაითმინა ეს, შენთვის დღეს პიროვნულად შენთვის დაითმინა, იმიტომ რომ მე რომ მასთან მოვედი ვხედავ როგორ შევიცვალე, როგორ განვიკურნე, როგორ უკეთესი გავხდი. როგორი გული წმინდა იბადება ჩემი, როგორც სული წრფელი მიახლდება მე. აი ამ სიყვარულმა, ღმერთთან მოსვლის, ქრისტესთან მოსვლის სიყვარულმა როგორ შემცვალა, მაგრამ ადამიანს ეს არ უნდა და ამიტომ მკვდარია ადამიანის რწმენა. მკვდარია ადამიანის რწმენა, დამიჯერეთ და ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ ამას. სამწუხაროდ. ამიტომ ეს ამას სასოწარკვეთილებაში კი არ უნდა ჩაგაგდოს, უნდა თქვას, აი დღეს ამასწინად მე უფეშიოს უსმენდი იმაში ქადაგებაში და სწორად თქვა, არ შეიძლება ყოველთვის საუბრობდეთ იმაზე, რომ ცოდვაზე, რომ ითრგუნება ამითი ადამიანი, რა თქმა უნდა ცალსახა ითრგუნება ადამიანი ამითი, მაგრამ ამავე დროს შენ თვითონ უნდა იცოდე ქრისტიანული მთავარი სათნოება რა არის, ვიცით ეს ყველამ რამდენჯერ მithქვამს, აბა დაგიმახსოვრებიათ, ყველა შენი ფიქრი, რომელიც მიდის იქითკე, რომ მე ცოდვილი ვარ, ცუდი ვარ, ის ფიქრი აუცილებლად თუ და დამთავრდეს რითი? კარგით. სიკეთის გამოთქმით, რომ უნდა თქვა მე მადლობა ღმერთო მაინც ამ ყველაფრისთვის. შემეწიე გევედრები, რომ დავძლიო. ამიტომ ჩვენ ეს სულიერი ცხოვრება, როცა არ ვიცით, ვითრგუნებით, მამაომს თქვა, რომ აი ესე ვარ, საკუთარ თავს ამ საუბარში ამოვიცნობ, მაგრამ დღევანდელი ქადაგების მერე ადამიანმა რა უნდა ქნა? დღეს მაინც შეეცადო დადგე მართლა ჯვრის წინაშე უბრალოდ 1-2 წუთი ჩუმად დადგე და რაზეც ახლა ვისაუბრეთ, აბა შეეცადო დააყენო საკუთარი თავი ასეთი ღმერთის წინაშე, რომ მან მთელი შენი ცხოვრება იცის, მთელი შენი განზრახვები იცის, აქედან რო წახვალ რასაპირებ ისიც კი იცის და ყველაზე მთავარი იცით რა იცის, როდის დავტოვებ ჩვენ ამ წუთის სოფელს ისიც კი მან იცის.
მის ხელშია ყველაფერი. მიხვდით, ქრისტიანი ადამიანი ამას გრძნობსო საკუთარ პატივმოყვარეობას, ეგოიზმს თმობს და იძახისო ღმერთო ვაღიარებ, რომ შენ ხელშია ყველაფერი, თუნდაც ესეთი დასისხლიანებული ღმერთის წინაშე, შეურაცხყოფილი ეს შენ ხარ, ვინც იცი, ვიცი, შენ ხარ ის გალაქტიკების შემოქმედი ღმერთი. შენ ხარ ის ღმერთი, რომელმაც ეს სილამაზე შექმნა და შენ ხარ ის ღმერთი, რომელმაც მე მომეცი საშუალება, მე აი ესეთ პატარა წერტილს მომეცი საშუალება, რომ შენთან მესაუბრა შენობით და შენთან ურთიერთობა მქონოდა პიროვნული. მიხვდით, ანუ აი ეს განცდა უნდა გქონდეს ადამიანს. და როდესაც არ არის ეს ყველაფერი, მე ანუ მკვდარია და რო ეუნები ადამიანს მკვდარია სარწმუნოება ქრისტე, ამიტომ რომ კნინდება მე დღეს ხო ხედავთ, ანუ განიხილავენ რაღაცებს ქრისტიანობაზე, მართლმადიდებლობაზე, ამ სოციალურ ქსელში იქ, ისე იგი რწმენისა და მადლის შესახებ და ისე იგი სარწმუნოებით გადარჩება ადამიანი თუ საქმეებით გადარჩება და არც აი გულით რო შეხედავ ადამიანს, გული დამანახე შენი. ქრისტეს სიყვარული დამანახე, მართლა გიყვარს ღმერთი, ქრისტე გიყვარს მართლა. შენს გულში როგორ შეიძლება ქრისტე გიყვარდეს და არ შრომობდე ამის მერე? ამიტომ საკუთარი უარყოფის გარეშე ეს ყველაფერი არის შეუძლებელი. ძალიან ბევრი რამის თქვა მინდოდა, უბრალოდ აქ გავჩერდებით და რაღაცას აი ჩვენ როგორ შევძლოთ ეს ყველაფერი და რა გვემართება ჩვენ ყველას, აი ამას გავიტყვი და ამით დავასრულოთ. საკუთარი თავის უარყოფა. რა არის საკუთარი თავის უარყოფა? დღეს რა თქვა ქრისტემ, ხო? უარყავ საკუთარი თავი და შემომიდექი მე. გეუნება, რომ თუ შენ საკუთარ თავს არ უარყოფ, მაშინ ვერ შემომიდგები მე. რა არის ეს საკუთარი თავის უარყოფა? ეს არის ჩვენი ცოდვილი ცხოვრების დათმობა. ჩვენ ერთ რამეს ვერ ხვდებით, გუშინ საუბარი ამაზე დავიწყეთ და ჩვენში არის, აი როგორ გითხრათ, ჩვენთვისაც უხილავი და დაფარული ცოდვები. ერთი ხო იმდენი დაფარული ცოდვა გვაქვს, რომ უამრავს გვაქვს ესეთი დაფარული ცოდვა, რომელიც ვიცი გავაკეთე მძიმეა და ამის აღიარება უჭირს ადამიანს. და ამ სიმძიმეს ატარებს, ამით ვერავის ვერ უშავებს ვერაფერს, ვერც ღმერთსა, ვერც მამაოსა, ვერც ეკლე, ვერავის ვერ და ერთადერთი საკუთარ თავს უშავებ, იმიტომ რომ გულში გაქვს საწამლავი, რომელიც დღითი დღე წამლავს შენს ცხოვრებას, შენს სულს და არ გაძლევს საშუალებას იმისა, რომ მართლა ღმერთთან ურთიერთობა სწორი გქონდეს და დატკბე ადამიანი ღვთის მადლის მოქმედებით. წირვის მერე ეზიარები გადიხარ, მაგრამ ხვდები, რომ ისევ ისეთი ხარ, იმიტომ რომ ის საწამლავი გულიდან არ ამოგიღია. ისევ იმ საწამლავით დადიხარ, ყველგან მაგით მიდიხარ, ღმერთთანაც მაგით მიდიხარ, ოჯახშიც მაგით მიდიხარ, მეგობრებთანაც და ახლობლებთანაც და სამსახურშიც, ყველგან მაგით დადიხარ. ეს სხვა პრობლემა. ერთი კიდე მძიმე, იმიტომ რომ დღეს ადამიანს ამის დატოვება არ უნდა. მძიმე ცოდვაშია შეიძლება, რა ტკბობა აქვს იმ ცოდვით და ამ ტკბობის დატოვება არ უნდა ადამიანს. იმიტომ რომ ვერ ელევა მაგას. მაგრამ არსებობს კიდე ცოდვები, რომელსაც ჩვენ თვითონვე ვერ ვხედავთ, მიხვდით? და თუ კი აი დღეს ამას თუ კი არ ვისწავლეთ ამათი დანახვა და ამაზე მუშაობა არ ვისწავლეთ, დამიჯერეთ, არაფერი არ გამოვა. ვერ, ანუ როგორ გითხრათ, იცი, გულწეღა როგორც გითხარით, ეს დაფარული ცოდვები აი ლოდივით არის გულზე. გულის კარი ჩაკეტილი აქვს ამ დაფარულ ცოდვებს, რომელსაც ვერ ვხედავთ. მე გუშინ თქვი და დღესაც ვიმეორე, ზეთისხების დროს ამ ცოდვების პატიებას ვითხოვთ ღმერთისაგან, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ. უბრალოდ ვერ ვხედავ, აი არ ვიცი თუ არის და აი ძალიან მარტივად ჩამოგითვლით, ამაზე არ გესაუბრებით, ჩამოგითვლით. ეს არის მცირედ მორწმუნეობა. ვინმე რომ მოვიდეს და გითხრას, ახლა ისაო რწმენა არა გაქვს და მცირედ მორწმუნე ხარო, შეიძლება რაღაცა დამართო ადამიანს. არა და ჩაიხედე შენს გულში, მართლა ღვთის წინაშე დადექი, ჯვარცმის წინაშე და გულწრფელად უთხარი, მართლა მორწმუნე ხარ? მართლა გული შენი მორწმუნე არის? მაგრამ არც კი ვიცით რა არის რწმენა და მეგონება, როგორ არ მეგონება. შედარებაც არ ვიცი, ვის შევადარო. მცირედ მორწმუნეები ვართ. სულიერ ხიბლში ვართ, საშინელ სულიერ ხიბლში ვართ. რა არის ხიბლი? როდესაც ადამიანს განცდა აქვს, რომ უკვე რაღაცა სიმაღლეებს მიაღწია. უკვე მორწმუნე გონია ადამიანს თავი.
უკვე ვიღაცის სწავლებას იწყებს ადამიანი. ისეთ ხიბლში ვართ, ანუ სულიერი ხიბლი, რომელიც არც კი ვიცით რაც არის და არა და ყველა ადამიანში არის ეს. ყველა ადამიანში არის და ამის ძიებასაც არ იწყებს ადამიანი, რომ ღმერთო არც კი ითხოვს ღმერთისაგან, რომ ღმერთო გამანთავისუფლე ამ ხიბლისაგან, რომლითაც ჩემი რაღაც აზრებით ვარ მოხიბლული, ანუ მოხიბლული ვარ ჩემი წარმოდგენებით ღმერთის შესახებ. და ეს იმდენად მყარი მგონია და სწორი მგონია, რომ ამას არა მხოლოდ ჩემში ვიკავებ, არამედ სხვებსაც კი ვასწავლი, კაცო. ჭკუას არიგებს ადამიანი, სულიერ ხიბლში მყოფი ადამიანი, ისე იგი არიგებს სხვა ადამიანებს რაღაცას ცხოვრებას, ქრისტიანულ ცხოვრებას ასწავლის. ყოველ დღე ამას, აი მცირედ შეეწიე უფალო ჩემს ურწმუნოებას, განკურნე ჩემი ურწმუნოება, ყოველ დღე ღმერთის წინაშე ამის თხოვნა უნდა იყოს, პირადი ლოცვები, ჩემს ურწმუნოებას შეეწიე უფალო. ჩემს სულიერ ხიბლი განკურნე უფალო, რომ მომეცი ძალა, რომ გავანთავისუფლო ჩემი გონება და შენ ნებას დაუქვემდებარო. დაფარული ვერცხლის მოყარეობა, რომელიც შეფუთული გვაქვს ჩვენ ყველას. შეფუთული, მართლა საშინლად შეფუთული, ვერცხლის მოყარება, დიდების მოყარება, სიამოვნების მოყარება, შეფუთული, ხან იმითი შევფუდეთ, ხან ამითი, ანუ კომფორტს ვერ ველევით, მღვდელი თუ ერი თუ ბერი, ისე იგი კომფორტიდან ვერ გამოდივარ და კომფორტის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია და სხვა უკითხვას, კაცო, ბოლო-ბოლო, როდესღაც სასწორის წინაშე რო დადებენ ამას, რისი არჩევა, ანუ შენ გონია მაშინ აირჩევ რამეს? ვერც ამჩნევს ადამიანი კომფორტულ აი ესე რაღაცა იმაში ცხოვრობს და ანუ ვერცხლის მოყარეობა იმალება ამის უკან. გემოთ მოყარეობა და სიამოვნების მოყარეობა იმალება ამის უკან. დიდების მოყარეობა იმალება ამის უკან. და ამიტომ ვიძახით ჩვენ თქო ამას ვერც ვამჩნევ და ღმერთსაც კი არ ვთხოვთ ამისგან განკურნებას. ამიტომ ესეც ლოდის ერთ-ერთი მხარე არის, რომელსაც რომ მიყუდებულია ჩვენს გულზე და ღმერთი ვერ შემოდის. გეუნება უნდა გაგაგონოს, ჩუმი ვერცხლის მოყარე ხარ. ჩუმი დიდების მოყარე ხარ. ჩუმი ისე იგი სიამოვნების მოყარე ხარ, მაგრამ არ გვესმის ეს. ჩვენ რა არა, არანაირი ვერცხლის მოყარეები არა ვართ. სამწუხაროდ ასე ვფიქრობ და გონი. სრულ სირცხვილი ახსარებაზე. ეს რა გონიათ ახლა, აბა ჩაიხედეთ საკუთარ გულში. როდის იყო რომ გულწრფელი ახსარება ვთქვით, მართლა გულიდან ამოვიტანეთ და ღმერთის წინაშე მართლა აი იმ ღმერთისა, რომელზეც გესაუბრებთ, სადაც გულწრფელად ყოველდღე ვეუბნები, უფალო, ხომ ხედავ ესეთი ვარ. მაპატიე ესეთი ვარ, მაგრამ ვერ ხედავთ საკუთარ თავს. და ზოგ შემთხვევაში გცხვენია საკუთარი ცოდვების აღიარება. საკუთარი თავის, როგორ გითხრათ, იცი, რატო გჭირდება ეს? სანამ შენ დაავადებას გულში დიაგნოზი როგორ ისმევა, სანამ ჩემს გულში დაავადებას არ დავარქვი სახელი, მაგას ვერ განკურნა, აბა დაიწყე მისი მკურნალობა, ვერ დაიწყე. სანამ შენს გულში და შენს სულში არსებულ ცოდვას არ დაარქვი სახელი და არ უთხარი, რომ შენა გულში რო ხარ, შენა ხარ ესა და ესა, მანამდე მას ის აგრძელებს ჩვენს გულში ყოფნას. რაღაცა ისე იგი აქეთ-იქიდან მოკიბავ თითქოს, მაგრამ დაარქვი სახელი. აბა დაარქვი სახელი მაგას. და ნახავ მე როგორც გამოხტომას დაიწყებს, ანუ გამოსვლას დაიწყებს გულიდან, მაგრამ ისმის კითხვა მინდა რომ გამოვიდეს გულიდან, არ მინდა. იმიტომ რომ სიამოვნებას მანიჭებს. იმიტომ რომ უკეთესად გძნობ მასთან ერთად თავს. არ მინდა მაგის გამოსვლა გარეთ. ამიტომაც ჩვენ აი ეს არის ახსარების დროს არა გულწრფელობა და მერი არის ცრუ სირცხვილი. აი ვითომ მერიდება, ვითომ ცხენია, როდემდე ესე, აი ისე, რა ვთქვა, როგორ რა ვთქვა და ეს გული, აი წეღა როგორც გითხარით, ეს ლოდის ეს ერთი ნაწილიც ადამიანის გულში დევს. ყველაზე მთავარი ცრუ რწმენები. დღეს ადამიანი არ ვიცი, აი რანაირად ათავსებს ადამიანი ამას არ ვიცი. თან მკითხავებთან დადის, ვიღაცა შემლოცველებთან დადის, ხან ვიღაცას არ ვიცი, აი აღარ მინდა ჩამოვთვალო. დილას არიწყებს ჰოროსკოპის გარეშე და ამას აზღუდინებს საკუთარ თავისუფლებას და ამავე დროს ქრისტიანათაც არის. იმის იჯერასო ბოდიშით უნდა ვთქვა მან, შავმაკატამ რო გადაუარა, რაღაცა რიტუალებს ასრულებს, თვალი რო უთამაშებს, რაღაცეებს ასრულებს და ამისი ჯერავს ადამიანს რაღაცა, ვიღაცეებს ინტერნეტში იმას უსმენს, ამას უსმენს, რაღაცა და ამავე დროს
ის ადამიანი ფიქრობს, რომ ამასთან ერთად შესაძლებელია თან ჯვარცმის წინაშე ვიდგე, ქრისტემ ეს ყველაფერი დაამარცხა და ქრისტეს წინაშე ვდგევარ და ვეუბნები, რომ რა ვქნა, აი ესეცა და შენც. აი ეს არის საშინელება და ეს ადამიანი არც კი ფიქრობს. რამდენია ჩაიხედეთ თქვენს გულში, ვინც აქ ხარ და ვინც კიდე ისმენს ამას. რამდენია, რომელიც თავის დღეს გეგმავს აქედან გამომდინარე, რომელსაც არ შეუძლია გასაჭირის დროს დაითმინოს ეს გასაჭირი და ხანსად გარბის ამის საშველად, ხანსად გარბის, ხან ვისთან მიდის, ხან ვისთან მოდის, ხან ჯადოქრებთან დადიან, ხან იმასთან. ეს ნორმალურია და ეს დაფარულია. ადამიანს გონია, რომ ეს ნორმალურია და ქრისტესთან შეიძლება ვიყვე და თან ამას ვაკეთებდე და არ გამოგივა არაფერი, უბრალოდ უნდა იცოდე, არ უნდა გითხრა, უნდა იცოდე. ადამიანში ჩვენში არსებული ეს ფარული ვნებები, რომელიც აი მე-6 ნაწილი ეს არის ფარული ვნებები, შური, დიდების მოყარეობა და სიამაყე. იმდენად არის ჩვენში, ვაიმე საშინელება არ ვერც ხედავს ადამიანი, ყოველ დღე ვიღაცა შეიძლება აუგად რამე უთხრას, ისე რამე უთხრას, გადაკვირით სიტყვა უთხრას. აი ესა გონია, მოდის აი მამაო რა ვიცი, აი ჩვეულებრივი ისა რა ქვია, ყოველდღიური ცოდვები. ყოველდღიური ცოდვა კი არ არის, გული სავსე არის ამ პარტავნებით, ამაზე იზრუნე, იმიტომ რომ კოკასა შინა რაც ადგას, იგივე წარმოდინდების, ამ პარტავნებით ახარ სავსე, დიდების მოყარებით ახარ სავსე და იმ პირუტყს რო წვევლი, რატო წვევლი იმ პირუტყსა? იმიტომ რომ გულში რაც აქვს ის გადმოდის, რატო არ ილოცები? ეს დაფარულია ეს ყველაფერი, ჩვენ ეს ყველაფერი შევფუთეთ ძალიან ლამაზად, შევფუთეთ და არა ვიძახით, რომ იცი რა, არაფერია ესა, ყოველდღიური ცოდვებია და არაფერი არ შეას, უშავს ხალხო. და უშავს როგორ იცი, ჩემთან უმოხვალ და მე ნუმეტყვი, მაგრამ ყოველდღიურად გეხარ თქო ლოცვის დროს, ეს მაინც იქ მაინც იყავი გულწრფელი. იქ მაინც უთხარი ღმერთს, აი უფალო, ესეთი ვარ მე, ესეთი. ხედავ საკუთარ თავს, მაგრამ ეს დაფარულ ცოდვებს ადამიანი ვერ ხედავს. ყველაზე მთავარი ერთი კიდე, მე-7 ნაწილი, ბოროტის ხსოვნა, სამაგიეროს გადახდის წყურვილი. ჩაიხედეთ ყველამ საკუთარ გულში, ამას არც კი აღიარებ ადამიანი, მაგრამ როგორი ბოროტის ხსოვნა მეხსიერება გვაქვს. როგორი სამაგიეროს გადახდის სურვილი გვაქვს და ეს აი რაც ჩამოგითვალეთ როგორ არის ადამიანში აი ბუნება აქვს შექმნილი ისეთი მდგომარეობა აქვს რომ ადამიანი ვერც კი ფიქრობს იმას რომ სხვანაირი შეიძლება იყოს და ნახეთ რა ხდება ჩვენ ესეთები შევეგუეთ უკვე რომ ესეთები ვარ და მამაო რო იძახის ამას რო გეუნება ესეთი არ უნდა იყო და ამაზე უნდა ებრძოლო ამაზე ღიზიანდება შემდეგ ადამიანი სხვა მეტი არაფერი არ არის და მე რა არის ადამიანი ცდილობს რომ ღმერთს ერთგულება დაუმტკიცოს რითი უკვე გარე ბრძოლით გაიქცევა და ესე რომ თქვა მტერს გამოსახავს და იმას რაღაცა უნდა დაუმტკიცოს ამას რაღაც უნდა დაუმტკიცოს ქრისტესთვის უნდა იბრძოლოს ეკლესია უნდა დაიცვას ქრისტე გეუნება ჯერ ამას მიხედეო კაცო აიღე საკუთარი ჯვარი და შემომიდეგიმეო აი ამას მიხედეო აი ეს არისო შენი დავალებაო აი ესა რამდენადაც არ გინდა გაწიო და გამოწიო ამას გეუნება ქრისტე რომ შენი დავალება ეს არისო სხვა არა ეს არის პირველი დავალება ეს არის მე მაგიტო შევიმოსე ადამიანური ბუნება და მაგიტო ჯვარს ვეცვიო რომ აი ესეთი არ იყვეო შენაო ჯერ შენი დაცვა არ ამჭირდებაო, შენი დაცვა იქნებაო, აი ესეთი თუ გახდები და მერე რა თქმა უნდა თან დაიცავი ქრისტიანობაო. მერე ნახავ როგორ უკეთესად დაიცავ ქრისტიანობასო. აი ეს ამას გვეუბნება მაცხოვარი. და აი რო ვიძახით საკუთარი ცხოვრების, ანუ საკუთარი თავის უარყოფა რა არის საკუთარი თავის უარყოფა? აი შენი ესეთი მდგომარეობა უარყო და თქვა არ მინდა მე რომ ესეთი ვიყო. აი ეს არის ნახეთ როგორ არის აი ამ ჩვენმა ცოდვებმა სულ სხვა განსხვავებული ნახეთ მოკლა სულიერი ცხოვრება ანუ ჩვენი ეს ბუნებითი მდგომარეობა რას აკეთებს იცით სულის დათრგუნვისა სულის შეურაცხყოფისა სულის კლის საშუალებით იკვებება მიხვდით ანუ აი წარმოიდგინეთ ადამიანში არის ბიოლოგიური სიცოცხლე და არის სულიერი მარადიული სიცოცხლე
აბა დაუკვირდით ერთ რამეს. ეს ბიოლოგიური სიცოცხლე, რომელიც ჩვენს გრძნობებზე, ემოციებზე, ამებზე არის აგებული, ეს ყველანაირად ცდილობს, რომ სულიერი ცხოვრების ხარჯზე თვითონ გაძლიერდეს. ნახე, თუ ის სული და მარადიული ცხოვრება არ მოკლა და არ შეურაცხო, თვითონ ვერ გაძლიერდება. ანუ დაუსვა, რას გულისხმობ ამაში? ნახე, როდესაც ვნება აქვს ადამიანს, ხო, ხვდება, რომ ეს ვნება უნდა დაითმინოს, რომ მე სულიერი მარადიული სიცოცხლე, ანუ სული გაცოცხლდეს, მაგრამ ის ხვდება, რომ ისე იგი არ უნდა ეს. არ უნდა. ამიტომ ყოველ დღე ჩვენი ამ დაფარული ცოდვებით და მე კიდე ამას დაამატე ზედა ის ცოდვები, რომელსაც შეგნებულად ვაკეთებთ, აი ეს არის ყველაფერი, რითი ჩვენ მარადიულ სიცოცხლეს, ანუ სულს კლავთ ჩვენში. ის მოკლული სულს არანაირი ატროფირებული არაფრის უნარი არ აქვს, არც ლოცვის უნარი არ აქვს, არც არაფრის გარეგნულად კი ლოცულობს კიდეც, მაგრამ ის გრძნობა და ემოციები ლოცულობენ, მხოლოდ სული მთლიანად თითქმის განადგურებული და მკვდარია. არ აქვს არც ღმერთის ხედის უნარი, არ აქვს არც ლოცვის უნარი, არ აქვს არც სინანულის უნარი, არაფრის უნარი, არც თამდაბლობისა, არც გულმოწყალებისა, არაფრის უნარი არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენმა ამ მეორე სიცოცხლემ, ამ ბიოლოგიურმა სიამოვნებაში ჩაძირულმა სიცოცხლემ მთლიანად დათრგუნა. ამიტომ აი ისმის კითხვა, ნახეთ, უარყავი საკუთარი თავი, თუ კი ვინმეს გინდა გაიგოთ, რას ნიშნავს გეუნება მაცხოვარი, ეგეთი შენი თავი, აი ეს ბიოლოგიური სიცოცხლით მაცხოვრებელი შენი თავი მოკალი და უარყავი. ნელ-ნელა უარყავი და უთხარი არა, მყარი არა უთხარი, მკაცრი არა უთხარი, რომ მე ესი არ მინდა, მე ვიწყებ საკუთარი სულის გაცოცხლებას და სულიერ ცხოვრებას. მაგრამ ძნელია ამის გაკეთება. ურთულესია, ვის გამო უნდა გააკეთო ეს? ადამიანი საკუთარი თავის გამო ვერ აკეთებ ამას, შვილების გამო ვერ აკეთებ ამას, ცოლისა და ქმრის გამო ვერ აკეთებ ამას, ოჯახის წევრების სიყვარულის გამო ვერ აკეთებ ამას, ვერც დედისა, ვერც მამისა ამ ვნებას ვერ ანებებ საკუთარ თავს. ხვდები, რომ ეს ვნება, ისე იგი ფიზიკურადაც ხო განადგურებს და სულიერად ხო განადგურებს, ყველაფერი დაგაკარგინა, საკუთარი თავის დაგაკარგინა, გარშემო ადამიანები დაგაკარგინა, ყველაფერი რაც კი ნამდვილ სიხარულთან და ბედნიერებასთან არის დაკავშირებული, ყველაფერი დაგაკარგინა და მაინც ისევ ვცდილობ, რომ ისევ მას მოემსახურო. და აი ეს ამის უარყოფა არ გვინდა ჩვენ და ეს ისე შესისხორცდა დღეს ადამიანში. ეს რაზეც ახლა ელაპარაკ, ეს რო უთხრა ვინმე ადამიანს გეტყვი, შენ რაღაცა მე მგონი ვერ ხარ კარგად. ცხოვრება ეს არის, აბა სხვა რა არის. რა სულის ცხოვრება, რა სულის ცხონება, რა ლოცვა, რა მარხვა, რა ისე იგი ღვაწლი რაღაცა, რა თამდაბლობა, რა გულმოწყალება, რა სიყვარული, რა რებზე ლაპარაკობ საერთოდ, რა არის ეს ყველაფერი, გაუგებარია დღევანდელი ადამიანისთვის. იმიტომ რომ ის არის ადამიანი, მეორე ადამიანია, მაგრამ გვავიწყდება ერთი მთავარი რამ. ჩვენ საკუთრებაში არაფერი არ აქვს. დღეს კი გეუნებიან დღევანდელ აი საკუთრების უფლება, ქრისტიანებო, მე გეტყვით პირდაპირ, აი პირდაპირ, აი სახეში გეტყვით ეგრევე. ადამიანს არანაირი საკუთრება არ გააჩნია და ეს ყველაფერი არის დროებითი. და ამ ყველაფერს იგრძნობთ, როდის იცით, ჯვარი გწერიათ ღმერთმა დიდი ხანი გაცოცხლოთ, როდესაც სიკვდილს მიუახლოვდებით. აი ეს მთელი ცხოვრება, რომ შენი საკუთრება გეგონა, აი ისო დარჩება აქ ვიღაცის ხელში. თუნდაც შენი შვილისა თუ ოჯახისა, მადლობა ღმერთს თუ ესე მოხდა კიდე, თორე კაცმა არ იცის ვის ხელში დარჩება და ის შენი შვილი ამ შენ საკუთრებას რას გაუკეთებს, კაცი შვილმა არ იცის ან შვილი და კიდე ვინმე სხვა რა დღეში ჩააგდებს იმ შენ საკუთრებას, რომლისთვისაც მთელი ცხოვრება შეიძლება იბრძოდე. არაფერი საკუთრება არ აქვს. ანუ საკუთრება არის ერთადერთი. აბა რა არის ადამიანის საკუთრება, რომელიც სუმუდამ მასთან არის, ეს არის სული. ნახეთ, ძალიან კარგი იქნებოდა ადამიანს გაუხარდებოდა სულის მკვლელობა რო შეიძლებაოდეს, იმიტომ რომ ბოლო მოკლავს სულს და იტყვი რომ გაჩუმდი რა, მაგრამ ესე არ არის. შეიძლება ისა სული მიიყვანოთ ცოცხალ მკვდარობამდე, ანუ სიკვდილამდე მიიყვანო, მაგრამ ის ბოლომდე არ კვდება და რატო? ნახეთ, რო გარდაიცვლები ადამიანი. აი შენი შეურაცხყოფილი სული
და მთელი შენი ცხოვრები დათრგუნული და ფეხქეშ გაქველილი სული გააგრძელებს ცხოვრებას სიბილწითა და იმით, გარეშე მოზღუდული სული გააგრძელებს ცხოვრებას სად? მარადიულ სატანჯველში. აი ეს არის ყველაზე მძიმე. და ამიტომ ხალხო, როდესაც აქ იმაზე საუბრობ, თქვენ რომ საკუთრება გაქვს და ის აგვაქვს და ეს აგვაქვს, რაღაცა და ამისთვის ბრძოლობ და ისე იგი შეგიძლიათ ადამიანს ბიძაშვილმა ბიძაშვილს ისე იგი თავში რაღაცა ჩაარტყას 1 მეტრა იმის გამო, რა ქვია, ნაკვეთის გამო და წყლისა და იმის გამო გაიხსენეთ, ან თუნდაც სოფლიოში რაც ხდება, ჭამენ, ვერ ხედავთ ადამიანები ერთი გოჯა მიწისა და ნავთობისა და რაღაცის გამო ჭამენ ერთმანეთს, ანადგურებენ მილიონობით ადამიანს და ამას გამართლებას უძებნიან რაღაცა, რომ ის ისაო და ეს დაანებეთ ხალხმა ადამიანებმა ადამიანებს თავი და მივხედოთ საკუთარ სულიერ მდგომარეობას, მაგრამ არა, როგორ დამიხედო, ვერ მიხედავ. ასეთი ადამიანი წეღა რო გითხარით, ის ყოველთვის მასში არის დიდების მოყარება, ვერცხლის მოყარება, ეგოიზმი და ის ყველას ეომება. ყველაფერი ამპარტავანია ესეთი სული და მას უნდა ყველაფერი მისთვის. ამიტომაც ომები და ყველაფერი ამისთვის, ამიტომ ქრისტიანებო, ჩვენ მოგვეცა დროებით ფლობელობაში, სახლი, კარი, მიწა, ჩვენი სამშობლო, ყველაფერი, რომელსაც უნდა გაუბრთხილდეთ ძალიან, მაგრამ ამავე დროს ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი არის დროებითი. აქედან ვერაფერს ვერ წაიღებ, ვერც სახლს, ვერც კარს, ვერც სამშობლოს, ვერაფერს ვერ წაიღებ. ერთადერთი რაც მარადიულობაში გადაყვება, ეს არის შენი სამუდამო საკუთრება, რომელსაც ვერსად ვერ განიშორებ. ვერასოდეს ვერ მოკლავ. სულ რო გინდოდეს, ეს არის შენი სული, იმიტომ რომ შენ ადამიანად ხარ შექმნილი და ამ სულს ვერასოდეს ვერ მოკლავ. გახსოვდეთ, რომ ეს დროებითია ეს ყველაფერი. როგონია რომ შენი საკუთრება უცებ, როგონია შენ გეკუთვნის, ისეთი რამე მოვლენა შეიძლება მოხდეს, ისეთი გადატრიალება შეიძლება მოხდეს, ისეთი რამ განხორციელდეს შენს გარშემო, რომ საერთოდ არაფრის გარეშე დარჩე და აი წმინდა წერილში მართალი იობის, ხო, იობ მრავალ ვნებულის ცხოვრება არის მარტო. ერთ დღეს ყველაფერი დაკარგა. ყველაფერი, შვილებიც კი. მაგრამ თავარი რა არის? სული შეინარჩუნა ადამიანს. ხარაზეც ახლა საუბრობ, ეს ძნელი გასაგებია. ძნელი გასაგებია, იმიტომ რომ ამას უნდა გძნობდი ადამიანის, სული ნაპოვნი უნდა ქონდეს, ამ სულისთვის საზრუნავი უნდა ქონდეს გაწეული და ეს ამ სულმა ლოცვა და ღმერთთან ურთიერთობა უნდა იცოდეს, მაგრამ სამწუხაროდ მოკლედ გვიჭირს ძალიან და მოკლედ ღმერთმა ინებოს დღევანდელ დღეს, რომ აი საკუთარი თავის მსგავსი მდგომარეობის უარყოფა შეგვეძლოს ჩვენ, უარყოთ საკუთარი თავი, აღვიღოთ ჩვენი ჯვარი, რომელიც არ არის იოლი. ჯვარი ეს არის აი ამ ჩვენი სიცოცხლის, ამ ბიოლოგიური სიცოცხლის და ამ სიამოვნებაში ყოფილი სიცოცხლის მოკლედ მოკლება და სულიერი სიცოცხლის ზემოთ წამოწევა და ეს რთულია დღევანდელი ადამიანისთვის და ღმერთს მაინც ვთხოვოთ ეს ყველაფერი შემწეობა, რომ ღმერთმა გაგვაძლიეროს აი ამ სარწმუნოებრივ ცხოვრებაში. თუ მართლა მოვედით ეკლესიაში, თუ მართლა ქრისტიანობა გვინდა და თუ არ გვინდა ეს ქრისტიანობა, მოკლედ რაღაცა ესეც გულწრფელად უნდა თქვას ადამიანმა და თუ მოვედით, იქნებ ვიშრომოთ და ვილოცოთ მოკლედ იმისათვის, რომ ღმერთი შეგვეციოს. ღმერთმა დალოცვილი, დღეგრძელი და გახარებული გამყოფოთ ყველა. ჯვრის ზალამ დაგიფაროთ თქვენი ოჯახები, თქვენი საყვარელი ადამიანები. ჯვრის ზალამ დაიფაროს ჩვენი სამღვდელო და სამონაზნო დასი. ჯვრის ზალამ დაიფაროს ჩვენი ეკლესიის მრევლი ადამიანები. ჯვრის ზალამ დაიფაროს ჩვენი სამშობლო და მისი მიწაწყალი და ჯვრის ზალამ დაიფაროს ყველა ადამიანი და მთელი სამყარო. ამინ. დალოცვილი და დღეგრძელი გამყოფოთ ღმერთმა.